მოგესალმებით, მე ლაშა ვალაძე ვარ. მოკლედ, თქვენ წინაშია ორი საერთოდ განსხვავებული მანქანა. ჩემთვის ორივე ლეგენდა, მაგრამ ერთი სამყაროს ერთი ნაწილიდან, მეორე კიდე მეორე ნაწილიდან. იმიტომ რომ ერთმანეთთან საერთოდ ფაქტიურად არ აქვს. ამ შემთხვევაში ფერი აქვს, მაგრამ სხვა არც ისტორიულად, არც რაიმე ტექნიკური მხრივ საერთოდ მოკლედ ამ ორ მანქანას არ აქვს. მაგრამ წავედით მოკლედ და ვიყიდეთ ორი, ერთი კორვეტი, ერთი ზეტი. ეს მანქანა თენგოსთვის ვიყიდეთ, ჯერ არის. იმიტომ რომ სასონხეთშია წასული. ეს კიდე ჩემთვის. ეს მანქანა არის ამერიკული ბანის ავტობანის ლეგენდა. როცა ამით დადიხარ და გადიხარ მაგისტრალზე, საერთოდ სხვა სიამოვნებას იღებ, ვიდრე როცა ჭყალებში ზანოში დგახარ და სრიალებ, იმიტომ რომ ამ მანქანით ზანოსი, სრიალი, დრიფტი, მოკლედ რავი, დონატის კეთებაც კი, ესე ვთქვა, წვალებაა რა. ეს საერთოდ სხვა მანქანაა. ამ მანქანის ნებისმიერი აქტივობა, რომელიც დრიფტს ეხება, ბევრად სასიამოვნო და ბევრად კარგია. მაგრამ როცა გადიხარ უკვე მაგისტრალზე, უკვე ის სიამოვნება აღარ აქვს, რაც ამ მანქანას უნდა კონდეს. მოკლედ, ეს არის იდეალური იმისთვის, რომ გახვიდე ავტომატზე და ზოგიერთებს გული ატკინო და ეს არის იდეალური იმისთვის, რომ შეხვიდე ტრეკზე, ან წახვიდე ქალაქგარეთ და იქ ატკინო ადამიანებს გული. მოკლედ, რატო ვიყიდეთ? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ორივე ავტომატიკაა. ეს არის 2013 წლიანი, ამ კუზაოში ბოლოთაობა, ამის მერე აღარ გამოსულა. ეს კუზაო არის 6.2 LS3 ავტომატიკა. 6 ჩხარიანი გადაცემათა კოლოფით. ეს არის ჩვეულებრივი სრულია სტოკი 3.5, ესეც ავტომატიკა, ამ შემთხვევაში ბლოკირებული ხიდით. კორვეტზე ბლოკირება არ აყენია, მაგრამ ბლოკავს ესე რო ვთქვათ რა. ეს მანქანა არის საიუბილეო გამოშვება. აქაც აქვს ნიშანზე, სალონშიც, პრიბორზეც, მოკლედ, ბევრი განახავთ, მაგრამ ვინკოჩის წერია, რომ საიუბილეო გამოშვებაა და არ არის მოკლედ ბევრი რა. ეს მაგამოვში არაფერი განსაკუთრებული, 2004 წლიანია. რა შეიძლება რომ ითქვას რა? პირველ რიგში ამ მანქანებზე, ამის გამომექანიკებას უეჭველის თუ არ ვაპირებთ. ამ მანქანით სტოკი მონაცემებით ვიცით რამდენს დადის 0-100, 100, 200 და 200-300, ნუ 200-250-საც. მე მინდა რომ ატმოსფერულ მანქანებში, თავის ზონაში ეს მანქანა, ნუ სტროკერს არ ვეხები, რა თქმა უნდა, არა სტროკერი, იყოს ერთ-ერთი ყველაზე ჩქარი. პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა, რომ ქარხნულად ეს მანქანა რესორებზეა, ესე რომ ვთქვათ რა, ანუ დაკიდების სისტემაში აქვს ამორტიზატორი, არ აქვს პრუჟინა და შემდეგ უკვე ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადაცემა ხდება რესორული სისტემით. მაგის გაუქმებაც მინდა, მოკლედ ამ მანქანაზე ბევრი გეგმა მაქვს. ეხლა უნდა პირველ რიგში ერთად დავიწყოთ, დაკიდების სისტემა უნდა შევცვალოთ, ძრავ უნდა დავშალოთ, უნდა ავაწყოთ ისე როგორც საჭიროა და ძალიან ბევრი რაღაც უნდა დავცვალოთ, მოკლედ მაგას ნელ-ნელა ნახავთ. ეხლა მანქანაზე ერთ-ერთი რაც გავაკეთეთ, რო გვემოძრავა, პომპა იყო გაფუჭებული, წყალი ეს ხატიბრის მაგირად და თერმოსტატი იყო კიდე გაფუჭებული და ეგენი დავცვალეთ, რომ ვიმოძრავოთ, მოკლედ რა, მაგრამ მაინც მალე უნდა მოვიღოთ ძრავ. მოკლედ ჩამოგვივიდა გამოწერილი დეტალები. ცოტა დიდი ხანი მოგვიწელოდნენ, იმიტომ რომ რაღაცეები ცოტა რთულად იყო. მოკლედ ებაიდან რაღაც დეტალებს ვერ იწერე, გიწევს სხვა საიტიდან გამოიწერო და ზოგი საიტიდან გამოიწერე, ზოგი საიტიდან. მოკლედ ეს არის თერმოსტატი, რომელიც ამოღებულია საერთოდ. ეს თერმოსტატი იხსნებოდეს 86 გრადუსზე, შესაბამისად მუშაობდეს მანქანას 90-95 არ უნდა გადასცეს და მუშაობდა დაახლოებით 100 გრადუსზე. რამაც გამოიწვია ის, რომ მანქანას რა თქმა უნდა ეხლა მაგ დროს ყველაფერს ერხება, ესე რომ ვთქვა, თან ესხა წყალი გაფუჭდა პომპა, როგორც კი ანტიფრიზი ჩავასხი. იქ ანტიფრიზის გადასაცემი აღმოჩნდა, ანტიფრიზის ნაყიდია, ჩავასხათ. ესენი არის ეგრეთ წოდებული სადანგრატეები. ქვევიდან დგება, თორე ისეაც თვრიანი მანქანა ფიბერია, კარნიზების ჩასული და იბრიცება, მოკლედ ესე რომ ვთქვა, როგორც კი პადიონიკისთან ეს შევიყვანდა ნებს და უდებს ქვეყნიდან. ეს ნუ ტურმანიკებისთვის ლედმეფურებია. აქ ისეთი არაფერი. ჩეკ გვითებს ლამბდა და ჩიკის გამო ეს ახალია. ეხლა რაც შეეხება, პომპა გამოვიწერეთ Amazon-დან. ცოტა ხნით მაგალითია. ისე გამოიყურება ჩვენი პომპა. მოკლედ, აი, აქედან გაუშვა წყალმა თავის პომპაზე. რა თქმა უნდა, ფაქტობრივად ახალია. და არ ვიცოდი თურმე თერმოსტატი ამასაც ქონია. ჩამოყვა, უბრალოდ ეხა ეს არ ვიცი რამდენი გრადუსიანია თან. ეს თერმოსტატი. ეს მოტორედის არის და მოკლედ კარგია, ვიცი რომ ხარისხიანია და ამ თერმოსტატზე არ ვიცი და ფიქრობ რომ საუბრობთ მაინც იმას ჩავსვავ რა, იმიტომ რომ ის ვიცი რომ მუშაობს. ეგეც არის მოსამს.
ნაცვლად უკეთესი იქნება რა შევატარებ. შატკა არა აქ. მეის მაინტერესებს საიდან აპარებად რა. ეს ის ხო? დაიჭირეს ეს. აი იმ შედეგს რომ დავდებ რაც მინდა ტექნიკურად, მე უკვე ვიზუალზე გადავარ, მინდა რომ Z1-ზე ავაწყო და ფერი შეიძლება შევცვალო. თუ რამე კიდე იდეა გექნება, გითხარით. ამანქანას რაც შეეხება პირველ რიგში რა თქმა უნდა ვიზუალზე მისახედია, მაგრამ მოკლედ ეს მანქანა რომ გამოჩნდა, ვერ დაველოდებოდით კიდე სხვა ვარიანტს რა. ისეთი სიტუაცია იყო და თან ვიცი რომ თენგოს ძალიან მაგრად გაუხარდებოდა რა და თენგოს ვიწიყავდა Twitch-ის ვიდეოც გვიდევს რა. შვიდი ავაწყეთ ეს, მაგრამ ჩვენ ხელში აღარ არის ხა. თენგოს ეხა სხვა მანქანა ყავს, მაგრამ ამით კარგად გაერთობა. ამ მანქანაზე რა უნდა გავაკეთოთ? ესეც ანალოგიურად, ჯერ მაინტერესებს 0-ას და 100-200 რამდენში ივლის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით 180 წეს თუნდაც ლიმიტი ხონდეს. სრულიად სტოკი არაფერი რა გაკეთებული, ამაზეც ყველაფერი უნდა შევცვალოთ. ერთადერთი რაც შესაძლებელი ხა გატრუბულია და ბაჩოკი უნდა დავაყენოთ, იმიტომ რომ საზღარი ხმა აქვს. აი 8 ცილინდრიანი როცა გატრუბულია, გუგუნა ხმა რო კიდე ქსიაუნებს და 6 ცილინდრიანი რო გატრუბულია, იდონეზე კივის და წივის რო ვერ გესიამოვნება მოკლედ რა, რაც არ უნდა ავტომოყვარული იყოს ჩემი აზრით. კიდე ერთი გაკეთება შეიძლება. უკანა ხედვის კამერა უნდა დავაყენოთ, იმიტომ რომ ორივე მანქანაზე ზადნის სიარული და უკოსულის სიარული მოკლედ საშინელებაა. უკანა ხედვის კამერა უნდა დავაყენოთ. Android მონიტორი უნდა ჩავაყენოთ. ეს კრიშაზე რო აქ რაღაც რო აქ გადაკრული, არ ვიცი რა არის. აშკარა ძალიან დიდი ხნის გადაკრულია. უნდა ავაზროთ. ნორმის ფარგლებში უნდა ჩავბუროთ, რა თქმა უნდა. რავი, სხვა ჯერჯერობით ისეთი გეგმაში არაფერი არის. ნუ სერვისი რა სჭირდება რა, ზეთები და მსგავს რაღაცები. რომ ჯერჯერობით ხოძე იყოს და უკვე სამომავლოდ, პირველ რიგში ინტეიქი უნდა ავაწყოთ. ნუ დავაყენოთ ამ შემთხვევაში ძალიან მარტივი საშუალია. აზენი კოლექტორი უნდა დავაყენოთ და ბოლო ბაჩოკამდე უნდა ავაწყოთ თლიანად რუჩტელი რა. რა თქმა უნდა, სალონი უნდა გადავაწყოთ ესე რა ვთქვათ, იმიტომ რომ პოლუკოვში უნდა ჩავდოთ, თავის დინებს არ დავტოვებ და კიდე რაღაც იდეები არის. მოკლედ, პადუსკას დასაყენებელია აუცილებლად, იმიტომ რომ ეს დატოვება ძალიან მაღლა დგას რა. ZTS-ი არ უნდა იდგეს. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგარი დისკები აყენია, ფლიანსები არ აყენია და აი ესე დგას როგორც ხედავთ რა. დისკების და საბურავებით სულ ახალია რა თქმა უნდა. ეს მანქანა, აი, რაც არ უნდა დეტალი იყიდო, რა ვიცი, საბურავის რავი, ბოლტი გაიკარა, ნებისმიერ რაღაც რო იყიდო, ყველაფერი ღირს სამჯერ ძვირი, ვიდრე ამ მანქანის. ჯერ ზოგადად იაპონური ნაწილები უფრო იაფია, ყველაფერი აბსოლუტურად, ვიდრე ამერიკული. როგორც გამბაჟება, ასევე ყველა დეტალი მოკლედ რა და ამ მანქანაზეც ყველაფერი გამოსწერია თქმა უნდა ამერიკიდან, აქ არ იშოვება არაფერი, პომპასაც რამდენი ხანი ველოდი. და ყველაფერი დოლარებში და ასე შემდეგ რა. ანუ ეს მანქანა ცოტა ძვირი სიამოვნებაა და მაგიტო არ მინდა რომ ძალიან ისე გავახაფანგო ამ ბაუში დრიფტის მხრივ რა და ამ მანქანაზეც რა თქმა უნდა იაფი არ ჯდება არც ეს, მაგრამ ამასთან შედარებით ანგელოზია მოკლედ რა. ხო და თან ამის სტილი მაინც დრიფტია და მაინც რეალია და მაგ გახლით მინდა რომ ავაწყოთ რა. ხო და ფერიც ორივე მანქანაზე მინდა რომ შევცვალო და ტექნიკური დეტალების და გვირჩიეთ რა შეიძლება და როგორ შეიძლება რომ გავაკეთოთ რა. და ესე ვიზავ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა გამკვეა მოსილებაში გქონდეთ და ღირდეს მოკლედ რა გაკეთებათ. ამ მანქანით სიმართლე გითხრათ ძალიან ბევრი არ მივლია. რავი, რაც ყავს ალბათ ერთი 300 კილომეტრმა გავლილი რა. ამ მანქანაში გადავიხადეთ $20,000. საკმაოდ იაფი გადავიხადეთ, იმიტომ რომ ეხლანდელი გამბაჟების კურსით, რავი, $11,000 მარტო გამბაჟებას უნდა წესდ. ამ მანქანაში გადავიხადეთ $5,000. რავი, ნახოთ რამდენს დაიხარჯებს ერთი და მეორეს და საბოლოო ჯამში, რავი, მე მგონი რომ მაინც უნდა ღირდეს ორი ვარიანტი, იმიტომ რომ ეხა ეს რო სულ ამერიკაში იყიდო და ჩამოიყვანო, იმდენზე მიდის ფასი რომ მოკლედ რა. სულ დასტუკული ჩამოიყვანო და რაღაც ხომ მაინც უნდა ჭირდეს და მიდიხარ ადგილზევე ალბათ 1.30 უნდა ამ მანქანას, მე გამბაჟებას ხო $11,000 უნდა, მე რაღაც ის უნდა გააკეთო და მოკლედ ვფიქრობ, რომ იმ ფასში რა ფაშიც ამერიკაში იყიდა და ჩამოიყვან, ისეთი მანქანა მეყოლება, როგორც მინდა რომ იყოს. როგორც ჯანზე, ასევე ვიზუალზე. ესეც ანალოგიურად Z-ი საქართველოში იყიდო $5,000-ში, ცოტა ძალიან იშვიათია ჩემი აზრით რა.
და ესაც ვფიქრობ, რომ დაახლოებით $5,000 ზევიდან დაიხარჯებს, იქნება ისეთი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ზეტი იქნება რა. მოკლედ, იაპონიასთან და იაპონურ კულტურასთან დრიფტის გარდა მე შეხება არ მაქვს. ხო და მით უმეტეს ზეტზე რისი გაკეთება შეიძლება, სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, ესე რომ ვთქვათ და სპოილერის რა თქმა უნდა დავაყენოთ. ცოტა რამე დიდი სპოილერი მინდა. მაგრამ გააჩნიათ ენგოს რა ენდომება რა. ხო და რამე გვირჩიეთ ამაზე რისი გაკეთება შეიძლება რა. იაპონიასთან ვისაც გაქვთ შეხება, რაც უხდება როგორც სიარულში, ასევე ვიზუალურად და მართვაში რა. ისე რომ რავი ძალიან დაბლაც არ მინდა რომ დავარდეს და მე საზღარი სამართავი იყოს მიუხედავად იმისა რომ დაბალდაწებული და გრუპი მანქანა სერიალში მით უმეტეს როცა ძალიან ბევრი ჯანიერება კარგია. ამ მანქანას მე მივხედავ, ამ მანქანას მე დავიდა ბოლომდე ამერიკა ისე მიყვარს, ზე პირად ვიცი რის გაკეთება შეიძლება. ხო და რავი, ვისაც გაინტერესებთ ორივე მანქანის პროექტი, გამოიწერეთ ჩვენი არხი. დამერწმუნეთ რომ ორივე ძალიან კაი რამე გამოვაყოლეთ რა. როგორც 211-ზე ვიძახდი, ჩემი აზრით საკმაოდ კარგი იყო. მართალია ბოლოს არ გავაკომპრესორეთ და მას ვქენით რა ქვია. გავყიდით. ეს 60 დაგვჭირდა ვიყიდით, მოვყიდით. დალაიქეთ ვიდეო, გვირჩიეთ რა გავაკეთოთ, გამოიწერეთ არხი და რავი, დროებით რა.